ჭავჭავაძე, ბარი ანტენას დამფუძნებელი, ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ არაჩვეულებრივ ივენტის. ლევან, რას გვეთქვი? რაღაც ეგეთი დიდი მარკეტია, Record Store Days-ით რაღაც ეგეთი დიდი და ტარდება ხოლმე 1-2 მაისს ჩვენთან თბილისში ზოგადად. და რაღაც გინდა და რომ პატარა მარკეტებით გამოგეთებინა და ხარი დაგვეჭირა ინდივიდუალური სელერებისთვის და კოლექციონერებისთვის, ძირითადად მაღაზიები, ასე თუ ისე თავის მარკეტინგი აქვს და რაღაცა თავისი საკეთება. ვისაც ვიცნობთ, ჩვენს მეგობრებს და ვინცაც ვიცით რაღაც ისეთი გემოვნება აქვს, რომელიც ჩვენთან ახლოს იყო. ჰქონდა ეგეთი ინიციატივა, რომ სექტემბერში პირველად 2025 წელს გაგვეკეთებინა ეგეთი პატარა მარკეტი რა მუსიკის. მოეტანა თავის მემორაბილია ხალხს თუნდაც რა, რაღაც ძველი რაღაცები ან ძველი გამოცემები ან ახლები ან ცოტა curated რა, როგორ საქართველოს შერჩეული. და პირველ მასზე ძალიან გაგაჩაღია რა, მე მგონი ყველა გავაკეთე, ერთმანეთი გავიცანით, ვინც არ უცნობი კიდე, მაგალითად რაღაცები იმედა და ან ინტერნეტიდან ვიცნობდი დიდი ხანი რა პირადად შევხვედრები და წინა მაგალითად გაგაჩაღია და დღესაც საახალწლო ახალწლის სინამდვილეში გავაკეთებია კიდევ. ჯერჯერობით ძალიან შემოგვიდინარეობს ესეც. ალბათ კიდე გავაკეთებ. გაგზავნება ხო ანუ ეს მამის კითხვა. არტული სახე იქნება ან შეიძლება უფრო ხშირად წავიდეთ. ჩვენ ოთხივე მელომანები ბავშვები და ვინც ვართ ამ ბაზარზე ძაბლები და მუსიკის გარეშე ჩვენ არ გვიცხოვია რა, ჩვენი პირადი ცხოვრება არასდროს შესაბამისად ეს ბარი ყოველთვის იქნება ეგეთი ინიციატივების წარმომწყები, ხარდამჭერი და დიდი მადლობა წარმატებები. პირველად ხო? ანუ წინამორგეზე არ არის. ან მეორე ტარდება ეს როგორც ვიცი, პირველად ვერ მოახერხე მოსწავლე. რაც შეეხება გაყიდვებს, არის პოზიტიური ამბები, მაგალითად, გაცვალე რამე? გაცვლი ჯერ არ გამიწევია, მაგრამ რაღაცებს თან დავალე. 3-4 მინუტი გავყიდე, 5-6 შევიძინე. ანუ უფრო მეტი შევიძინე, ვიდრე გაყიდე. ან გარემო არის და მუსიკის მოყვარული და მუსიკალური მატარებლების მოყვარული ხალხი. ძირითადად გაქვს წარმოგენილი ფირფიტები, ხო? მე ფირფიტების კოლექციონერი ვარ, სხვა მატარებლებს არ ვარ. რამდენი ვინილი გაქვს პირად კოლექციაში? პირად კოლექციაში ესე იგი დისკომზე რაც მაქვს გადატანილი არის 650 ვინილი, მაგრამ სადღაც ერთი მაგდენი მაქვს ეს სახში მიმოყრილი და დასარეცხი დასახარისგებელი ასე. დავიქოდი თავს დავიწყო 800 ვიდეომდე მეკითხები. წარმატებებს გისურვებ. მეორე ტარდება. ეხლა გითხარი სამომავლო გეგმები ამ ყველაფერს. იგივე ინერციით ან სეზონში ერთხელ ანაკან სხვაგან გააჩნია თუ კაიამიტში გარეთ, სუდამიტში ან ჩვენ მეგობრებთან ბარაკეთში. რავი ამ სანამ ხალხი იქნება და სანამ ვიქნები რა ვერთობით რა. კაია ძალიან ანუ მუსიკა ბევრს უყვარს, მithumetes ჩვენთან. ამ ნოსტალგიურ ფორმატზე პირბიტაზე მოსმენა კიდე სხვა ამბავია და რაც მეტი მით უკეთესი რა, მეტი ადამიანი ხეუჟდა შემოძლია გავაზიაროთ ჩვენი ემოცია, მუსიკა, პირბიტები გავცვალოთ და შემდეგ მაგის შორის ყველაფერი ან გაზიარება არის ყველაფერი. გაკიდე გაცვალე? კი, რაღაცები გავცვალე, რაღაცები გავყიდე და ანუ ყველაფერი გეგმის მიხედვით. კი. ძალიან კარგი. უკეთესადაც. წარმატებები. აბა, თქვენს და გელოდებით შემდეგზეც. უფრო დიდი და ქართული რეპერტუარი გვაქვს. გვაქვს ახლა ქართული რეპერტუარი. ქართული და ესეც უცხოური. კლასიკა. ესეც დავუმატა კასეტები, დისკები. ქართულები დაიწყო.
ნუ შენი ნიშა პრინციპში არის ქართული მაღაზიაც გახსენე. ძალიან კარგი. მაღაზიას გამოსვა. ნელა ფაქტორდება. წარმატებას გისურვებ. შეიძლება ეგრევე ჩვენება რა, მაგრამ უფრო მეტი ხალხი მოვიდა ვინც ერთობა ვინილში ვიცით კალმისიკაში. ძალიან სასიამოვნო საუბრები გვაქვს ერთმანეთში და ეგ საერთოდ ძალიან დასაფასებელი, რომ ჩვენ გერმანელი ვაუბრობთ რა, აი ეს ამის ნაკლებობა გვაქვს, ანუ სახში მუსიკას, მაგრამ აშენებს რომ გაუზიაროთ როგორც ეს ვიდეოები. ვერაფასებთ თუ არაფასებთ ჩვენს ჰობის ასე ვთქვათ და ამ old house ვისაც უყვარს იგივე რაღაცა, რაც უყვარს ჩვენს კარგი ხმა, კარგი მუსიკა და კარგი დამწყება და აგეთმაც ეა მოსყვა ძალიან. გაყიდე გაცვალე რამე? კი, რაღაცეები გაიყიდა, რაღაცეები მე ვიყიდე კიდევაც, გაიყიდა თუ ყოველთვის იყიდება ერთ და იგივე რაღაცეები, ეს არის Pink Floyd, ეს არის Deep Purple და ეს რაღაცეები, რაც ასე ვთქვათ, ყველას უყვარს და შეგვიძლია კი, კარგად ვიცი. შენ გაქვს ბაბინებიც, მინი დისკებიც. კი ბატონო, მე მიყვარს მუსიკა ყველა ფორმატში. კასეტებიც მაქვს, მინი დისკებიც, ბაბინებიც, ვინილიც, ციფრული მუსიკაც მიყვარს და დისკრიმინაცია არ მიყვარს საერთოდ, ანუ მე მგონია რომ ყველა ფორმატს აქვს თავისი აზრი და არ არსებობს ეგეთი რაღაცა როგორც საუკეთესო ფორმატი და ასე შემდეგ რა, ანუ თავის მუსიკას ხდება თავისი ფორმატი და ზოგჯერ უბრალოდ მინდა კასეტაზე მოусმინო რაღაცა, რაც იმას არ ნიშნავს რომ უკეთესი ჟღერადობა მექნება ვიდრე ვინილზე ან ბაბინაზე, უბრალოდ მინდა და მაგაშიც არაფერი არ არის ცუდი, უბრალოდ მინდა და უსმენ. წარმატებები. ასე, მადლობა. ნახეთ და მეორე ახალი მუზეი გავიცანი, მე არ ვიცნობდი, მაგრამ ესე ფოტოები დავატარებდი. ძირითადად ხალხს ვისწავლით. თორსა ძალიან ახლოს მეგობრობ. თუმცა მარტო სელერები ვზივარ, ხოხედავა რა, პირველი არ არსებობს. პატარა ქვეყანა ვარ. ამ პატარა ქვეყანაში ფიფიდას უსმენს პორტუგალ ხალხი და ეს მუსიკა ეს აღარ ისმენა აი ფორმატით. ის ვარ შემოჩენილი ახლა. პირველი არალი. თუმცა ნუ აი ხუხარია. მაინც არის რა. მინახი ეს ხალხი რამდენი ხანია და ის რაღაც ხონდა ხოლმე შეკრებები ასა ვეღარ დავდივარ და აი ჩვენ გნახეთ მოვა. მსგავსი ივენთები რა როგორ ფიქრობ, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩატარო? ის სიხშირით არ შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი პატარა ქვეყანაში კიდევ უფრო და ხალხს უყვარს მუსიკა და აი ამ მუსიკის მოყვარულებში უფრო და ხალხს აქვს ისაკრავი. მაგრამ ეხლა ტენდენცია რაღაცა წამოვიდა უფრო, ხო? არ მიხარია. მე რო ეს ჯგუფი გავაკეთე, დავიდან ხალხს რაღაცა 5 კაცი ვიყავით, ვინც მოვიდა და ეს კი ვარ 9000 ვარ უკვე კი ბატონო. მაინც პატარა რიცხვია, ხო? ამხელა სამშობლოს. მაგრამ ჩვენთან მაინც არჩევის საზოგადოება, აი ნამდვილი მელომანები არიან და არა მელომანები. რამე გაყიდე, გაცვალე. აი არაფერი ღიმილი ვაჩუქე ხალხს და ხელი დამიხნიეს. აი ეს ვარ საცხალავ, თუ რამე ძება ხალხებს.